ახალმა ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმა. ესე არის ორნიდანი ვითამცა მარიამი და მართა და იცით რომ მართა ეგ არის წარმართი და მარიამი არის ესე იგი ახალი ხო ქრისტიანობა. ანუ მარიამმა შვა იესო. აი შეხედეთ ახლა ია მარ ია ის ხო? მარ ჭეშმარიტად ია. აი ია შვავი ი ო არშვა ესე იგი 10-დან აგრამი არის 10 ხო ი არის 10-დან ესე იგი 16 არა მაგრამ იესოს აქვს ორი სახელი იესო და იესო ანუ ის ერთი სახელს ერთის გზას რო გაივლე მერე უკვე უნდა გახვიდე მეორე გზაზე და რა ქვია იმ გზას იცით? პურის. იმიტომ რომ პუ არის მერე და მერე არის უ ხო? 22 ასო. აი აქედან პარიდან უნდა არის პურის. და მანამდე არის ღვინო. ვინ ო ბონდე. ვინი და ო. გამიგეთ? ეგ არის აი მე თუ გეუბნება, აი მე რას გეუბნება იესო. მე გზავა რომ შეგოთ ბაბასთან ვერ მეხო. და გეუბნება რომ ვინ შესვი ვინო ეგ სისხლია ჩემი. ჯამეპური ეს ხორცია ჩემი და აი ეს ორივე ერთად არის მისი გზა თვითონ არის რა მისი სხეულია და გეუბნება პირდაპირ აი ეს უნდა გააკეთო. ანუ შენ ჩემში უნდა იყო ისევე როგორც მე შენში გეუბნება. ნუ გზაზეა ლაპარაკი. გზაზეა ლაპარაკი და იესო რომ გზა არის ამას ესე იგი ორი აზრი არ არის ანუ ეგ არის ქართული ცნობიერება რომელიც ესადა სამი საუკუნის განმავლობაში ესე ფარნავაზმა შემოავლო ესე იგი აი ანბანთან ერთად და სამი საუკუნის განმავლობაში არ მიიღეს ეგ და ბოლოს გააკრეს ჯვარზე და ეხლა გეტყვით რა არის ეს ანუ არავითარი ჯვარზე გაკრა არ ყოფილა ეგა და ეგ ყველაფერი ბოგონილია იმისთვის რომ ემართათ ესე იგი საზოგადოება და სწორიც გააკეთეთ იმიტომ რომ უიცი იყო საზოგადოება და ერთმანეთს ჭამდნენ და რა ვიცი ართმევდნენ ერთმანეთს საჭმელი ხიოდა ხალხა წყუროდა და ორგანიზაცია ჭირდებოდა გამიგე და აუცილებელი იყო აი ეგეთი ორგანიზაცია ეხლა მე თქვენ აგიხსნით სამი ჯვარი რას ნიშნავს აი ერთი ჯვარი მეორე ჯვარი და ესე იგი მესამე ჯვარი და შუა ჯვარზე გააკრეს იესო ანუ ეს ცნობიერება და რა ხდება ვინც ეს ეხლა ასტროლოგია იცის არსებობს სამი ჯვარი 12 ზოდიაქალურ ნიშანში ეგ არის პირველი ჯვარი არის კოორდინალური ჯვარი მეორე ჯვარი არის ფიქსირებული ჯვარი მესამე ჯვარი არის მუტაბელური ჯვარი აი ამ თითო ჯვარ და 12-ს რო გაყოფთ ესე იგი 3-ზე 4 სახლი შედის ამ თითო ჯვარში აი შუა ჯვარი არის ესე იგი კოორდინალური ეს ფიქსირებული აი შეხედეთ ეხლა აი ამ ჯვარზე გააკრეთ და ზუსტად 2000 წლით გადაიტანეს ესე იგი ამ ცნობიერების მიღება აი ამ ყველაფერს გავადელ დღესთვის იმიტომ რომ ეხლა შევედით ესე იგი მერწყულის სისტემაში და მერწყული არის ესე იგი სახლი რომელიც არის ფიქსირებული ჯვრის სახლი ეს ძალიან რეალურად ყველაფერი იხსნება იმიტომ რომ როცა ცოდნა გაქვს იხსნება და როცა არა გაქვს ცოდნა ხო აი სადაც სხვაგან რა ეხლა უნდა გითხრათ რომ ყველაფერს ახლა აქვს თავისი სული თავისი ენერგეტიკა თავისი ველი და თავისი რომ ეხლა ანგელოზები არსებობენ და ისა რა ქვია წმენდანები არსებობენ და ანუ ეს არამატერიალურ სამყაროში ესე იგი ეს სიდიდები არის ამაში ეჭვი არავის არ შეგეპაროთ ეგ მე ჩემი თვალით რას ვნახე იმას გეუბნები ეგ არსებობს და იქნება აი ყველა ადამიანი არის ღვთაება
ჩვენ ვართ ღვთაება, ჩვენში არის ღმერთი და უფალი. გაჩვენეთ უფალი სადაც არის, ხო? კუთუსულის ზვარი და ფერდის ზვლები სისტემა არის უფლის, საიდანაც ენერგიას ღებულობს ხარხანი ადამიანი და ის ყველა ჩაკრაში ადის და ბოლოს ესე იგი და გავიდეს თავში უნდა ავიდეს და იქ უნდა მოხდეს უკვე განთავისუფლება სულის, ამეგეთ ეს ინი, ესე იგი დადის, ესე იგი აი ამ გზაზე. ხო? იარა და ესე იგი მივიდა. ანკარაში უნდა გავიდეს რა ესა და ეს გზა აუცილებელი გასავლელია სულ ყველასთვის. აი მერე იწყება სულიერი სამყარო, სადაც ესე იგი შენ უკვე ხედავ იმას, რაც ეს აი ამ გზაზე, როცა უკვე მაღალ საფეხურებზე ადიხარ, უკვე გეხსნება. ესე იგი უკვე გამოცხადებები იწყება, უკვე აუცილებლად ნათლობებს ღებულობ. ნათლობები აქ ნათლობა მხოლოდ წყლით ხდება. აი წყლით ნათლობა ხდება აქ. ისიც ეს გათამაშებული ესენია რა, იერარქიული გათამაშებული სცენებია. ეკლესიაში რაც ხდება, ყველაფერი არის გათამაშებული სცენები. ახლა ეს ჩასაცმელები, გვირგვინებით რო დადიან და ეხლა იესო მოვიდა, არავითარი გვირგვინი არ გონდა, ხო? ზე იყო ღვთისა. არავის არაფერი ეს ზედმეტი რაღაცები არ ტკბდება, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არის ჯვარი. აი ჯვარი ვარ მე და ჯვარი ხარ სულ ყველა თვე. გამიგეთ? აი ხა კრშნა რო ვამბობთ არა? სად არის კრშნა? აი ეს არის ეს ადგილი არის კრშნა საფრილი. საიდანაც ეწება, ესე იგი უკვე კავეთა სადაც ხდება ერთი მთელი სადაც ხდები. აი ეს არის მაგნეტიზმი და ეს არის ესე იგი ელექტრული მუხტი, ხო? ჯვარში, ხო? ჰორიზონტალური არის, ესე იგი მაგნეტური და ვერტიკალური არის ეს. აი ხა შეხედეთ რას ამბობს ისა, რა ქვია, ლაოცი. აი ხა ლაოცის იმაში ჩაგახედებთ კიდე. ლაოცის აქ ეგეთი ისა, რა თქვა? ყველაზე დიდი მოძრაობა არის ყველაზე დიდი უძრაობა და ყველაზე დიდი უძრაობა არის ყველაზე დიდი მოძრაობა. და მოდი ახლა გაჩვენებთ ესე იგი როგორ ხდება ეს. აი ეს არის ელექტრული ესე იგი მუხტი, ეგ არის მაგნეტური მუხტი, ხო? აი ამ ჯვარზე ეხლა ანუ აი ესენი შეერთებაში აი თქვენ იცით რომ სამყაროს ჯვარი არის აი ესე ზუსტად შუაში გამოყოფილი. ხო? მაგრამ ადამიანი როგორ ჯვარი აი ამ დონეზეა, ხო? ასობგერად კაში ხდება ესე იგი და აი ამის ცენტრი არის რაია, ხო? აი ამის ცენტრი არის რაია. და აი აქ, როდესაც ესე იგი წრეს აკეთებ ხერხემალში, კ და შ არის ერთად. და აი აქ ეს რ არის ამასთან. კრშინა არ არის. კრშინა. გავიგეთ? ანუ შენ უკვე ერთი მთელი ხარ და ღმერთკაცი ხარ, ანუ უკვე გასული ხარ, ანუ კაცად შენ რა ვიყოლე უკვე ხარ მოსული. გავიგეთ, ეგ არის სულ ყველა სიმბოლოები. სახელი არავის არ აქვს, სიმბოლოებია სულ, აი თუ გითხრათ გეორგი რო ვთქვით, ახლა სიმბოლოა, ესაც გეორგი. მე ვიტყვი გელაპარაკება სიმბოლოები, გი და ორი. გეუბნება მინიშნებებს გაძლევს რომ ეს ტახტზე ისესა და ანუ ტახტი რა არის ესე წარმოე გეომეტრია. გავიგეთ აი გეომეტრია და მათემატიკა ეგ ყველაფერი. ანუ სამყაროში ყველაფერი არის გაწერილი და მოწესრიგებული. გავიგეთ? ანუ ყველა ხო, მოდელირებულია და ეს არის გეომეტრია. ეს მე გეომეტრია. ხო და ვინც შეძლებს ამის ესე იგი მოხარშვას და აი ამაში ჩახედვას, ესე იგი ის მიხვდება რომ ეს ყველაფერი აღარ გვიდებს, აი 40 გერაში გვიდებს. აი ახლა გადავიდეთ პირდაპირ ესე იგი იოანეს ოსმის წერილს. მე წავიკითხე ეს. ანუ იქ წერია რომ ახალმა ნინო მოაქცია და დედოფალმა და ვერ გავიგე ახლა ეგ რა ქართულია. ახალმა ნინო მოაქცია და დედოფალმა ანუ ხო შეიძლება და ესე დაეწერა ახალმა და
ჰელენა დედოფალმა ნინო მოაქცია. ხო, აღშეგებდებოდი რომ ახალი რაღაცა არა. მაგრამ ისე წერია რომ დაუშვე ეგეთი მასე. რა ქვია, მაგრამ არა ანუ ნიგრამა. გაიგე, არა ესე იგი ცოდნე კაცის დაზრდილი. გაიგე, რომ შეიძლება იოანეს ზოსიმე ყოფილიყო არ ამცოდნებო. ესე იგი მას არ დაწერილი ესე. ანუ დაფარულია ეს წერილი და თავი და ბოლო უნდა წაგვეკითხა ერთად. ანუ ახალმა დედოფალმა ნინო მოაქცია და ჰელენა. აი ახლა უნდა მომეძებნა, ესე იგი ვინ იყო ეს ახალი დედოფალი? ჩავიხედე ესე იგი მცხეთურ ხელნაწერებში, მეფეთაში და ნახე რომ მირიანის მეორე ცოლი იყო ნანა, ესე იგი ახალი დედოფალი. ეხლა როგორ მოვიდა ეხლა საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა ტყვილი ეგა ანუ არავითარი შემომტანი არ იყო ისა რატო იმიტომ რომ ფეხშიშველა მოდის საათ იქ სადაც კვართია დამარხული ქრისტეს კარგი რა ეხლა ქრისტეს კვართი სადაც არის ანუ ცოდნა მთელი ესე იგი სადაც დევს იქ მოვიდა ქრისტიანობა მოიტანა აი ეხლა ხო ეს არის რა ქვია ხო ისე არის ეხლა რა 4 წელი მაპლარში იჯდა მაპლარი არის სწავლის პერიოდი ანუ ეკალბარდია ისა და ბოლოს ნაყოფია ძალიან ტკბილი აიგე 4 წელი აბა დაჯექი ხარ ეკალბარდში და ერთი ნახავ ეხლა როგორ გაუძლებ ეგრიჟდობას ანუ ეგ არის ალეგორია და უნდა მიხვდე რომ ეს ისე არის დაწერილი რომ უნდა მიხვდეს მიმხვეთა ხო ეხლა ნახეთ მოარჩინა ავად მყოფი იქ წერია მირიანი და ესე იგი ნანა დედოფალი ავად მყოფობა არ არის სნეულება ხალხო ავად მყოფობა არის უხასიათობა უხასიათოდ არის ყველა მასწავლებელი თუ ვერ ნახულობს მოსავალს აი ცნობილია რომ ტიბეტში ლამები 1000 კილომეტრს ფეხით გადიან რომ მოსწავლე ნახო თავის მოარჩინა ანუ ავად იყვნენ ესე იგი უხასიათოდ იყვნენ და ამბობს ეხლა როგორეთ ეხლა ამბობს ეს რა ქვია ეგრა ეს რა ქვია ღვთისმიერიაო ეძახის მირიანი ამბობს ესე იგი ნინოზე რა ღვთისმიერია აი როგორ აი ხა შენ თუ არზე ახარ არის ეგა როგორ შეფასებას როგორ მიცემ შენზე დილს შენ შეფასება შეგიძლია ისე შენზე უფრო დაბალი რანგის ადამიანს არის რა ღვთისმიერია და მოდი აქ შვილობდი რაღაცას გასწავლე რა ღვთისმიერი ხარ ანუ კარგი მოსწავლე რა აი ეს ხო აი ამ დასკვნამდე მივედი ბოლოს რომ ესე იგი ეს სწორად გამიშიფრია და ყველა ესე არიან ორნიდანი ვითანცა მარიამი და მართა ესე იგი ეს უკვე ჩადებულია ის რომ ძველი და ახალი ესე იგი ანუ ინტერპრეტაცია ცოდნის ხო ეხლა შეგვიძლია სახარებაში გადავიდეთ და სახარებაში ვნახოთ ეხლა რას ამბობს მართა და რას ამბობს ესე იგი თქვა და იესო რას ეუბნება მართას რომ შენ გაჭირდიო შენ გაჭირდიო რა ემეთ რომ არ ალაპარაკებს იმას მართას ემეთ რომ იცის რომ ის მართალია მართადან მოდის მართალი სიტყვა ხო ეხლა ნახეთ თქვენ რა ქვია ქრისტიანებმა როგორ დაამახინჯეს მე სიტყვა წარმართი აი შეხედეთ ანუ სულხან საბას ლექსიკონში წარმართი არის რაღაც საზიზღრობა და წარმართული არის რაღაც გადასარევი. ეხლა ფესვი ხო ერთი და იგივეა, ერთსაც და მეორეს. როგორ შეიძლება წარმართი, როცა გეუბნება წარსულში მართალი არის. ეგა, აიგე, წარსულში მართალი არის, წარმართი. პირდაპირ გელაპარაკება ეს სიტყვა რა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფესვის მატარებელი ისა რა ქვია იყოს ერთი კარგი და მეორე ცუდი გამორიცხულია ეგ ამბობ აი ეხლა ხო არა ცუდი კაცია კაცი არ შეიძლება იყოს ცუდი კაცი არის კაცი დამთავრდა ანდა კაცური კაცია რო იტყვენ კარგი რა
აი უვიცების დოღია რა, გეუნებით რა. აი როგორ შეიძლება ამის კახსური კაცია ვიღაცა ეხლა ემან რაღა ფულიანმა ვაჭარმა რაღაც ის რა ქვია თამადად დააყენეს და კაცური კაცია.